დღეს ხსენება იდა მოთხრუსი ტიტესი ეპისკოპოსისა 70 თაგანი იყო მოციქული მოტაფე იყო პავლე მოციქულისა სულიერი მოტაფე და პავლე მოციქულმა დაადგინა იქ ეპისკოპოსად გამხედველად მე შენ ვიდათ რომ დღეს მოისმინე თქვენ სახარება და ეს ეპისტოლი ტიტეს მიმართ სახარებაში იყო იგავი ბოლოდ მე ვინახეებზე თქვენის კარგად ეს იგავი მაგრამ და შინაარსიც ისიც და მნიშვნელობაც მაგრამ მოდი დღევანდელი დღიდან კიდევ ერთხელ თავი გადავალოთ რომ ვინ არის იმ ქვეყნის პატრონი სადია ამ იგავში უფალი გულისხება რომან გააშენა ვენახი ეს ვენახი საზოგადოება ხალხი უფლის მიერ შექმნილი ადამიანი და საზოგადოება და შემოალო მობილ გალავანი ამ საზოგადოებას იგი უფლის ერს საზოგადოებას თავისი გალავანით გაჩნია ეს არის ჯული ცნებები რა გაჩნია გოგოლი და სასახელიო ანუ ეს უკვე არის სამოთხეში ხე ცხოვრებისა იყო მეორე ხეც იყო კეთილ ბორდო შემეცნების იყო ხე ცხოვრებისა ხე ცხოვრებისა უფალთან ურთიერთობის ეს არის სიმბოლო ეკლესია ტაძარი და ტაძარში აღშვილი მსახურებანი შესაწირავი შოთვის და რადგან ჟამი ნაყოფებისაო რომ ნაყოფებზეა საუბარი მე თავდა ადამიანის შექმნა ხატებისა და მსგავსების თვისია ჩვენ უკვე ერთხელ ვისაუბრეთ რომ არის რაში ხატება რაში გავსება და ნაყოფი არის ადამიანის მიერ მიღწევა ღვთის მსგავსების ამ ნაყოფს ითხოვს უფალი ჩვენგან და რით უნდა ვემსგავსოთ უფალს როგორ შეიძლება ჩვენ შემოქმედ ღმერთს ვემსგავსოთ თვისებებითო ღმერთი მართალია სიმართლით მოწყალია მოწყალებით მიმტევებელია მიტევებით ქველმოქმედია ქველმოქმედებით და აი ამ ნაყოფს ითხოვს ახლა ამ ვენახის პატრონი მაგრამ გაუგზავნა იმათ ზოგი ჩაქოლეს ზოგი მოკლეს ზოგი გააგდეს მე კიდე გაუგზავნა და ბოლოს თქვა რომ ჩემ ძეს ხოლო შობებს გაუგზავნიო იგი მისი შერცხეთ ანუ ღვთის მოწყალებაც და დიდსულოვნებაც ჩანს რომ თავის ქმნილების დასჯა არ უნდა ეს ქმნილება მისი ადამიანი მოროდად იქცევა მაგრამ შემოქმედს არ უნდა მისი დასჯა უნდა გამოსწორება უნდა გადარჩენა უნდა ღვთისნება რომ ყველა ადამიანი ცხონდეს მაგრამ ჩვენ თუ ვუსმენთ მას ჩვენ თუ ვასრულებთ ცნებებს ჩვენ თუ გვახსოვს აღთმოროთ მეტად ადამიანთან სამოთხეში არაფერი და მე მაცხოვარი უსვამს კითხავს იქ გარშემო ყოფ ადამიანებს ნუ თავის მოწაფეებს და სხვას რომ რას ფიქრობ რას იზამსო ეხლა ეს ამ ვენახის პატრონიო და რას იზამსო და ამა თუ წარქეს ვენახსო დაასჯისო და ვენახს გადასცეს იმათ ვინც ამ ნაყოფს გამოიღებსო ხადი აქ ძველი აღთმის და ახალი აღთმის ეკლესიაზეც არის
მიგავში ნათქვამი, რომ არ გამოიღო ნაყოფი იმან, მაცხოვრი ჯვარშაცვეს და იწყება ახალი აღთქმის ეკლესია. ახალი აღთქმა ესეთია იმეორებს ცნებას ძველი აღთქმისა. იყვარდეს უფალი ღმერთი შენი და იყვარდეს მოყვართ შენი. და უფალი საიდუმლოებაზე ეუბნება, რომ ცნებას ახალზე მოგცემ თქვენ. იყვარეთ ურთიერთას, ვისაც მე შეგიყვარეთ თქვენ. ანუ მე მოვედი, რომ პატიება მოგცეთ თქვენ ცოდების გამო. მე მოვედი მისცეს, რომ თქვენ შეგიყვანოთ სასופველში. სინანულით და სიმართლით, ერთგულებით და სიყვარულით. რომ ემსგავსოთ უფალს. მოვედი მისატევრო ცოდათა მონანულთა. და ვინც არ ნანობს, იმას არც მიეტევება. და ვინც სინანულის ნაცვლად კიდე თავს სიმართლებს და სხვას აბრალებს, სათუ არ ესი კიდე. და მისცეთ ახალ მევენახეებსო. მაგრამ ის მენახეები სხვა ადამიანები არიან. და სხვა მოდგმის არიან, მაგრამ ისიც ღვთისმშილებაა. და ეხლა ისინი შეასრულებენ თუ არა? ანუ სულძველება ღვთისა ელოდება ადამიანის მოქცევას. ადამიანი მეთა ერთი შექმნა, ერთია კაცობრიობა, და კაცობრიობა დაყოფილია, ხო? ეთნიკური ნიშნით, ტერიტორიულად, აღსარებლობით, უფალს ყველას მოქცევა უნდა. ამიტომ ვინ არის სხვა მევენახეები, რომელზეც გადასცეს ვენახს, ვით შეისწრეს თვის სიტყვას და მოვა უფალთან. და შეიქმნება ახალი აღთქმის ეკლესია. იგავი ამაზე არის. და გაშხედავთ ჩვენ ამ ახალი აღთქმის ეკლესიის წევრები მოციქულები არიან და ერთ-ერთი არის ტიტე მოციქული და პავლე მოციქული მას იმართავს ეპისტოლით. და რას ეუბნება მოციქული, როგორ არიგებს მას? იმისთვის დაგტოვე შენ კრეტაზე, რომ რა დარჩა, კრეტის ეპისკოპოსად დადგენილია. რა დარჩა? მრევლი არის, სალოცავი არის, მაგრამ რაღაცა კიდე გასაკეთებელია, რომ გამართო და დაადგინო თითოეულ ქალაქში ხუცესნი, როგორც მე გიბრძანე შენ. ეს ხუცესნი ვინ არიან? და განმარტავს, ვინც არის უმციკლო, ერთი ცოლის ქმარი, ბერებზე არ ლაპარაკია, უდელზე, ხუცესი, ხო? ხავს მორწმუნე შვილები, რომლებიც არ არიან ბრალდებულნი აღვირახსნილობაში, ანუ რჩობაში. რადგან ეხლა ეპისკოპოსი. მაშინ ესეთი მკვეთი საზღვარი არ იყო, ეს პირველი საუკუნეა, ხუცესი, ღვთისმსახური და ეპისკოპოსი. თითქოს ერთაერი მოთხოვნებია, მაგრამ დაგანშროება იერარქია. მაინც ეპისკოპოსი დადგენილი იყო მოციქულისგან, მაგრამ იმას ვერ შეეძლო იქ ხუცესები შერჩევა და ამბობს ამ ხუცესებზე. ეხლა ეპისკოპოსი ეუბნება, ან ეპისკოპოსი უნდა იყოს იგივე უმციკლო, ოთხთვის მნე, არა უტიფარი, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა მოჭხუბარი, არა ანგარებიანი. არამედ
სტუმართა მოყვარე, სიკეთის მოყვარე, კეთილგონიერი, სამართლიანი, ღირსეული, თავშეკავებული, ნახეთ, რა სიტყვებს თურმე ეპისკოპოსისგან. ეუბნება, ესეთი უნდა იყოსო. თუ ასეთი არ იქნება, მაშინ იმ ხუცესებს რა მაგალცაძლევს და იმ ხუცესებს ვერ აღარ მოიკითხება. თუ ისინი ისე მოიქცევიან ეპისკოპოსი. ნახეთ, როგორი დარიგება არის პირველ საუკუნეში. ეს ნიშნავს, რომ იმ ახალ მოდგმას, რომელსაც უნდა სხვას გადასცესო ვენახი, უფალმა იქაც არიან, რატო? ადამიანში ყველა შესწოდა. ცოტა ყო, სადაც ადამიანი იქ ცოტა თან ახლავს მას. მაგრამ არის ვინც ცოდას არ ეთანხმება, განიცდის, ნანობს და ცდილობს რომ გამოასწოროს. და შინაგანი ეს თქვათ უხილავი ბრძოლა აქვს მას გულში და გონებაში და ცდილობს. და არის ვინც ამართლებს, ხაო ყველა იტყუებაო, ყველა იპარავსო, ყველა მეკრთამიაო და მე რა მოხდა მეცო ვიყო ესეთიო. ანუ ეტალონი შედარებისა რა არის? თუ ეს ეპისკოპოსი ესეთია, რა უმციკლო, მართალი, მოწყალე, სტუმართ მოყვარე, მაშინ მოდი გვაქვს ცოცხალი ნიმუში, მიბაძე. თუ პირიქით არის, როგორც მოწყლეებს არ უნდა მენტრალია და მოჩხუბარი და მაშინ ხედავ, თუ ეპისკოპოსი ეგეთი მე რა მომეთხოვება, მაგრამ ვერ გავმართლდებით. იმიტომ ჩვენ არჩევანი გაქვს მოცემული, ვის მივბაძოთ? იმას ვიცოდებს ჩადის თუ წმინდა და მართალი. უპირისპირდე უფალი, მაცხოვარი ჩვენი, დედა ღვთისა, მის მოციქულებით, წმინდანები, პედე მოციქულსაც შეეშალა, შეცდა, ცოდაში ჩავარდა და იერი ურჩებოდა. მერე უარყო, არ ვიცნობ მაგასო, შეეშინდა, მაგრამ შეინანა და უფალმა უთხრა დამცე ცხოვრე ჩემნიო. აი ეს ცხოვრები, ანუ მრევლი და მომავალი ხუცესები, მომავალი ეპისკოპოსები. ასე დღეს ჩვენ იმ ეპოქაში ვართ, როდესაც განკითხვის სულ რაღაც აი ტოტალურად არის გავრცელებული. ცოტა ყველა შექნებოდა, მაგრამ თავის მასშტაბით. ეხლა პრეზიდენტს განიკითხავენ, პრემიერ-მინისტრს განიკითხავენ, პატრიარქს განიკითხავენ, ეპისკოპოსს განიკითხავენ. აი რატო? იმიტომ ალბათ რაღაცა დაინახეს, მაგრამ რაღაც ცუდს უყურებ კაცო. კარგს ეს არ კეთებს, იმას რატო არ უყურებ? კარგში რატო არ გიდე მიბაძო? ასე რომ ვერ გამართლება ის, ვინც თავს იმართლებს, რომ აი სხვები ესეთები არიან, აი ჩემზე უფრო ის აკადემიკოსიაო, ის მინისტრიაო, ის კიდე ვიღაცა არისო და მე რა მომკითხება? რა მოხდა? მესა ცოტა მეც მოვიპარო, ცოტა მეც მოვიტყუო, ცოტა ქრთამიც ავიღო, ცოტა მენტრალეობაც არ მოხდა დღესასწაულს, ხო, წარმოიდგინეთ. ანუ ჩვენი ცხონება ჩვენზეც არის დამოკიდებული. არა მარტო ჩვენზე. უფალი ეუბნება მოციქულის კითხვას და ვის შეუძლია ცხონება, კაცსათვის შეუძლებელიაო. ადამიანი თვითონ ვერ განთავისუფლება. უფალი მოვიდა რომ გაათავისუფლოს ამიტომ შენდობილი იყოს ადამიანი. მაგრამ მაინც ესეც არ არის საკმარისი. რატო? სხვაგან უფალი ამბობს რომ ღვთისათვის ყოფილი შესაძლებელი არისო. და კიდევ მიმართავს რომ საშუფეველი სათა იძულებით მიიღწევაო. ვინ თავს აიძულებსო, ის მიაღწევს მას. ანუ ჩვენი მხრიდან ჩვენი თავს იძულება. რა შეიძლება? მეთვალეობას არ უნდა გადახვიდე. ნაკრონს გადაუყალით არ უნდა გადახვიდე. ზღვარი იცოდა. მადლიერი და მადლობელი იყავი. იმისა რაც გაქვს მოცემული, რომ მეტი მოგეცეს. რატომ ჩვენ ვერ გამართლებთ თვითონ სხვების ცოდავენ. ყველა თვითონ თავის თავში აგებს პასუხს. აი ეს უნდა ვიცოდეთ და სწორედ
ეს მაგალითი ჩვენ მოციქულები მოგცეს იმ 12-დან ყველა ეწამა ერთი იონი ღვთისმეტყველი უფალმა დატოვა და იონის ახალ ბოლოს წერია რატო დატოვა თუ მინდა ჩემ მოსლამდე იყოსო შენ და რა პეტრესო შენ მე გამომყევიო ანუ შენ უნდა ეწამო ჩვენთან ერთად რაც მე ახშულდა რომში და გავცემდა ხმაო იონი ამბობს რომ არ მოკვდებაო თვითონ უშორებს არა უფალს ისეთქო თუ მინდა მაგის ყოფაი პეტრესო შენ რა ანუ ხედავს პეტრე ხო მოინანია და კიდე მაინც უსწორებს მაცხოვრს გავდა ესო ეს ატარეულებ ამასო გავყევდა შენ მე გამომყევიო და მაგის თუ მინდა იყო ყოფა რაში საურის ყოფა პეტრე არის ნიმუში რწმენისა შეხაკლდე ეუბნება მაცხოვარი და იოანე სიყვარულისა და პავლე მოციქული სხვაგან კიდე ამბობს რომ სამი სათნოება საშუალო სიყვარული მეტია მათ შორის რომ ეს ქვეყანა დასრულდება ჩვენ გავთ ამ ქვეყნიდან წმენდა დამთავრდება უკვე წმენდა მიგიყვანა კარამდე მე აღრა საშუალება დასრულდება იმიტომ იხილავ შენ თვითონ და სიყვარული არ გაქრებაო აი ეს ის რომ თუ მინდა იყოს შენ მოსლამდეო სიყვარული ჩვენ შორის უკუნისამდე უნდა იყოს და სიყვარულმა არის სიბუწე სიყვარულს უცხოა ცოდვა უცხოა ტყვილი უცხოა ღალატი სიყვარული ყველაფერს კი მოიცმენს მაგრამ თვითონ მაგალითს დაცემისა და ცოდვისა არ მოგცემს ეს სიყვარული ჩვენ უფალმა დაგვანახა ამიტომ თქვა იყავით ურთიერთად ვიცა მე შეგიყვარეთ თქვენ და ცოდვაში იყავით მაშინ შეგიყვარეთო მე ხოდარ თქვენ გაკითხოთ რომ თქვენ როგორ იყავით მანამდე ეხლა რომ მომყვებით ხო მომბაძეთ მე აი ეს არის მისი ეკლესიისა რომ ეს თქვა ნიმუში თუ ეტალონი ადამიანთა შორის ურთიერთობისა და მithom ეკლესიის ტიახში ჩვენთვის ცხადი იყოს და მისაბაძი ყველასათვის თუ გვინდა ცხონება ცხადია ამიტომ აი ეს ნიმუშები პირველ საუკუნეში მოციქული უარიგებს ასევე პეტრეც ეუბნება ყველა მაცხოვრიაზე გვეუბნება ასე რომ ნუ განვიკითხოთ ერთმანეთს თუ განკითხო გინდა ჩვენ თავი განვიკითხოთ მაგრამ მოციქული ამბობს რომ მე არ შეგავითა ჩემთანაც არ განვიკითხავ განკითხილი უფალი არის მაგრამ მე ჩემთან განვიკითხავ რომ რაც აშკარად ვიცი რომ მე დავარღვიე ამაზე შენდობას თქო უფალს თქვენ ყველას რომ მიბაძოთ უფალს მიბაძოთ მოციქულებს წმინდანებს თუ ვართ ეკლესიის შვილები თუ ღვთისშვილები ვართ და ვართ ის სხვა მევენახეები რომელსაც უფალმა გადასცა თავისი ვენახი რათა ნაყოფი გამოვიღოთ და უფალი ვადიდოთ და უფალი გვეწეოდეს ჩვენ უკუნით უკუნისამ